აქ როცა კაშხალი გაგეცნება, ყუროს გამონათავს ვერაფერი, პერიოდული წყალდიდობა იმას ვერ გაიტანს ეს, რაც ჩამოდის ერთი წყალდიდობის დროს მთელი წელი უნდა იმუშაოს. თერგმა მთელი წელი უნდა იმუშაოს, რომ ის გაზიდოს. რა ვის აქვს პასუხი, ვინ გელაპარაკება საერთოდ? ვინ გელაპარაკება საერთოდ? თუმცა რა საკეთებენ არ გეუბნებიან და არ გიხსნიან? რას გვიხსნიან? დღემდე დაუდგენელია ხაზებიანიან ჩვენი მტრები. ერთი წელია. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ იმუშავებს. პროექტი ვერ ვიშოვეთ. მეუბნებიან გეზეშია პროექტი. გეზეშე როგორაა პროექტი? სადრამდენი ნაჭერი არმატურა უნდა ჩაიდოს, პროექტი უნდა იყოს. არ შეიძლება ამ ქვედაჰესო თერგზე შემდგა. 100 მეგავატის სიმძლავრის სესი არავითარ შემთხვევაში არ არის გამართულებული თერგის კამერაში. თუ ჩვენ თერგს წყლის დიდ ნაწილს წავართვებთ, ნაკადის დიდ ნაწილს წავართვებთ, არ ვიტყვი რომ მდინარე დაშრება, მაგრამ გადაგვარდება. დიდი ცოდნა არაა საჭირო იმისთვის, რომ ეს დაინახო. არ უნდა შენდებოდეს ასეთი მეგაჰესები. უნდა ავაშენოთ შედარებით მცირე სიმძლავრის და ისეთი ჰესი, რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს. სარიალ ჰესთან იყო ყველაზე მყინვარი საკითხი ის, რომ 10% მინიმალური სანიტარული ხარჯის 10% რჩება, მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან ცოტა, მიმაჩნია რომ 10% არ უნდა დაეშვათ, არ უნდა მიეცათ ნებართვა 10%-ზე და მიმაჩნია რომ ჩვენ კიდე გვაქვს ის ბერგეტები და შეგვიძლია შევცვალოთ მომავალში მონიტორინგის ხარჯზე და გავაცვლოთ.